სოფლიო ისტორიას ბევრი სასტიკი მმართველი, დიქტატორი და ტირანი ახსოვს. ამ ვიდეოს ფარგლებში ვისაუბრებთ სისასტიკითა და სისხლისღვრით გამორჩეულ ევროპელ მმართველზე, რომელმაც კონგოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაწყვიტა და გაანადგურა. თავისთავად ცხადია საუბარია მეფე ლეოპოლდ მეორეზე, რომელმაც კონგოს რესპუბლიკა თავის კერძო პირად საკუთრებად გამოაცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას ბრუტალური, საშინელი და საზარელი მეთოდებით გაუსწორდა. ლეოპოლდ მეორე დაიბადა 1835 წლის 9 აპრილს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. ამ პერიოდისთვის ბელგიის სამეფო სულ რაღაც 5-10 წელიწადს მოითვლიდა. მამამისი იყო ბელგიის პირველი მეფე ლეოპოლდ პირველი, ხოლო დედამისი იყო ფრანგი პრინცესა მარია ლუიზა ორლეანელი. მისი უფროსი ძმა იყო ლუი ფილიპი, რომელსაც წესის დარიგით უნდა გადასცემოდა მემკვიდრეობით ტახტი, თუმცა ის ახალგაზრდობაშივე ჯერ კიდევ ყმაწვილობის ასაკში გარდაიცვალა. ის გამოც ტახტის რეალური და ერთადერთი მემკვიდრე აღმოჩნდა თავად ლეოპოლდ მეორე და უკვე 1840 წელს მან ბრაბანტის ჰერცოგის სტატუსიც მიიღო. რაც ნიშნავდა იმას, რომ ის იყო უფლისწული, რომელიც ბელგიის მომავალი მეფე გახდებოდა. ლეოპოლდ მეორეს საკმაოდ რთული, დაძაბული და კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ მშობლებთან, მეფე ლეოპოლდ პირველთან და ლუიზა მარია ორლეანელთან. იმდენად, რამდენადაც ბელგიის სამეფო ახალი შექმნილი იყო და არსებობის სულ რამდენიმე წელიწადს მოითვლიდა, ხოლო ლეოპოლდ პირველი მეფე იყო, მისი ძირითადი ინტერესის საგანი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ზრუნვა და მისი განმტკიცება იყო. ამასთან როგორც მამა, ლეოპოლდ პირველი საკმაოდ დისტანცირებული მშობელი იყო. ლეოპოლდ მეორე ახალგაზრდობიდანვე, ყმაწვილკაცობიდანვე ავლენდა მის სწრაფებას თუ სურვილს იმისა, რომ ჩართულიყო ბელგიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუმცა როგორც ისტორიული წყაროები უწყებიან, მამამისი ლეოპოლდ პირველი არ აძლევდა არსებითი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. ის, ასე ვთქვათ, უგულებელყოფდა ლეოპოლდ მეორის პოლიტიკაში სიღრმისეულად ჩართვის საკითხს და წინეღობებოდა, ასე ვთქვათ, მისი შვილის მისწრაფებებსა თუ სურვილებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლეოპოლდ პირველი კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო, განსხვავებით მისი ვაჟის ლეოპოლდ მეორისგან, რომელმაც უფრო მეტად ავტორიტარული ტიპის პოლიტიკის წარმოების გზას მიანიჭა უპირატესობა. ამას მოგვიანებით კიდევ უფრო ცხადად და მკაფიოდ დავინახავთ. ამასა და შვილს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა მას შემდეგ, რაც ლეოპოლდ მეორე სრულწლოვანი გახდა და მტკიცედ მოინდომა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა. თავისთავად საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ლეოპოლდ პირველი მუდმივად ცდილობდა იმას, რომ ბელგია კოლონიურ ექსპანსიაში ჩაერთო. მისი სურვილი და მისწრაფება იყო ის, რომ ბელგია სყოლოდა თავისი კოლონიები, საიდანაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბენეფიტებს მიიღებდა. ბევრი მცდელობაც ჰქონდა ამგვარი პოლიტიკის გატარებისა, იგი მუდმივად აწარმოებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს სხვა კოლონიურ სახელმწიფოებთან, ჰქონდა მცდელობა იმისა, რომ მაგალითად არგენტინა, გვატემალა, ფილიპინები, კონგოს რესპუბლიკა და მთელი რიგი სხვა სახელმწიფოები ბელგიის საკუთრებად გამოეცხადებინა და ბელგიის კოლონიად გადაექცია. თუმცა, როგორც ისტორიული წყაროები უწყებიან, ყველა ცალკეულ შემთხვევაში ლეოპოლდ პირველს ხელი მოეწარა, რაც რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აეხსნას, დაწყებული მაგალითად იმით, რომ ბელგია ახლად ჩამოყალიბებული სამეფო იყო, რომელიც ჯერ თავად იკიდებდა ფეხს ევროპულ სივრცეში და შესაბამისად არ გააჩნდა საკმარისი სიმტკიცე და სიძლიერე იმისთვის, რომ კოლონიურ ექსპანსიაში ჩაბმულიყო და დასრულებული მაგალითად იმით, რომ დიდ კოლონიზატორებს, დიდ მოთამაშეებს იქნებოდა ეს ინგლისი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი თუ სხვა, საერთოდ არ აწყობდათ ახალი კოლონიური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც შეეცილებოდა, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი სახელმწიფო იქნებოდა ევროპულ სივრცეში. შესაბამისად, ლეოპოლდ პირველს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელი მოეწარა კოლონიური ექსპანსიის პოლიტიკის გატარებაში. რაც შეეხება ლეოპოლდ მეორის დედას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იყო ფრანგი პრინცესა ლუიზა მარია ორლეანელი, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ავადმყოფობდა და 1850 წელს, მაშინ როდესაც იგი ჯერ მხოლოდ 38 წლის იყო, ტუბერკულოზით გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების დროს 1850 წელს ლეოპოლდ მეორე სულ რაღაც 15 წლის იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ლეოპოლდ მეორეს დედა ძალიან უყვარდა და ასე ვთქვათ, დიდი სურვილიც ჰქონდა მასთან დიდი დროის გატარებისა, ამ ინციდენტმა და დედის გარდაცვალებამ ამგვარი შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, ხელიდან გამოაცალა ლეოპოლდ მეორეს. 1853 წლის 22 აგვისტოს ბრიუსელში, 18 წლის ასაკში, ლეოპოლდმა ცოლად შეერთო მარი ჰენრიეტა ავსტრიელი, ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოზეფ პირველის ბიძაშვილი და საღვთო რომის გარდაცვლილი იმპერატორის შვილიშვილი. ამ ქორწინებიდან წყვილს 4 შვილი შეეძინათ, აქედან 3 ქალიშვილი და 1 ვაჟი.
ვინაიდან ლეოპოლდ მეორის მხოლოდ ერთი ვაჟი ყავდა, ის ავტომატურად განიხილებოდა ტახტის მომავალ მემკვიდრედ და როგორც თავის დროზე ლეოპოლდ მეორემ მანაც მიიღო ბრაბანტის ჰერცოგის წოდება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ის უნდა გამხდარიყო ბელგიის მეფე, თუმცა 1869 წელს მოხდა გაუთვალისწინებელი ინციდენტი, როდესაც ვაჟი, ლეოპოლდ მეორის ვაჟი ჩავარდა აუზში და პნევმონიით გარდაიცვალა. ინციდენტის დროს ლეოპოლდ მეორის ვაჟი სულ რაღაც 9 წლის იყო. როგორც ისტორიული წყაროები უწყებიან, ამ ინციდენტმა სოლიდის ურთიერთობაზე ძალიან დესტრუქციული გავლენა იქონია, რის შედეგადაც ლეოპოლდ მეორე ძალიან მალევე გაეყარა თავის ცოლს. ამის შემდეგ 1899 წელს, მაშინ როდესაც ლეოპოლდ მეორე უკვე 65 წლის ასაკს იყო მიტანებული, დაქორწინდა 16 წლის ფრანკ კურტის ამ ქალზე, კაროლინ ლაკრუაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება ოფიციალურ ხასიათს და ოფიციალურ სტატუსს არ ატარებდა, მათი თანაცხოვრება 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა, მანამ სანამ თავად ლეოპოლდ მეორე არ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე, საუბარი 1909 წელზე, ლეოპოლდ მეორემ და კაროლინ ლაკრუამ არაოფიციალურად, ასე ვთქვათ, მალულად და ფარულად იქორწინეს ერთმანეთზე. თუმცა იმის გამო, რომ ეს ქორწინება საიდუმლო იყო და ასე ვთქვათ, გვერდსული და სამოქალაქო ცერემონიის ტრადიციულად ჩატარების საკითხს, ბელგიის კანონმდებლობამ ეს ქორწინება არაოფიციალურად და არაკანონიერად გამოაცხადა. ლეოპოლდ მეორემ გარდაცვალების შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობის მემკვიდრეობა დაუდოვა კაროლინ ლაკრუას, თუმცა იმის გამო, რომ ბელგიის მთავრობა ამ ქორწინებას არაკანონიერად და არაოფიციალურად მიიჩნევდა, მან მემკვიდრეობის კონფისკაცია მოახდინა. შესაბამისად, ქონების დიდი ნაწილი ჩამოერთვა კაროლინ ლაკრუას. უკვე შეგვიძლია ბიოგრაფიული ფაქტებიდან გადავინაცვლოთ ლეოპოლდ მეორის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. პრინციპში ჩვენ ლეოპოლდ მეორის პოლიტიკური მოღვაწეობის ათვლისწერტილად შეგვიძლია მოვიაზროთ 1855 წელი, როდესაც ის სრულწლოვანების ასაკს აღწევს და ბელგიის სენატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრადაც ინიშნება. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი მუდმივად მიუთითებდა მამამისს, მეფე ლეოპოლდ პირველს, რომ მას ეზრუნა კოლონიების შექმნაზე, კოლონიების დაარსებაზე და ჩაბმულიყო კოლონიური ექსპანსიის პოლიტიკაში. გარდა ამისა, 1854 წლიდან მოყოლებული, ლეოპოლდ მეორე აქტიურად მოგზაურობდა მთელი მსოფლიოს გარშემო და მოინახულა ისეთი ქვეყნები, როგორებიც იყო მაგალითად ინდოეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები და ასე შემდეგ. 10 წლის განმავლობაში ლეოპოლდ მეორე, ასე ვთქვათ, მარგინალურ პოლიტიკურ ფიგურად რჩებოდა, თუმცა 1865 წელს, როდესაც ლეოპოლდ პირველი გარდაიცვალა, ტახტზე ავიდა ლეოპოლდ მეორე და შესაბამისად ის გახდა ბელგიის მთავარსარდალი, მეფე და განმგებელი. ტახტზე ასვლის დროს ლეოპოლდ მეორე 30 წელს იყო მიტანებული. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ლეოპოლდ მეორის პოლიტიკაზე საუბრისას ერთმანეთსგან უნდა გაებიჯნოს ქვეყნის შიდა პოლიტიკა და ქვეყნის გარე პოლიტიკა. ერთია ის პოლიტიკა, რომელსაც ლეოპოლდ მეორე ბელგიის შიდა სივრცეში, ანუ უშუალოდ ბელგიაში ატარებდა და მეორეა ის პოლიტიკა, რომელსაც იგი კოლონიური ექსპანსიის ფარგლებში ატარებდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ვინაიდან ეს ვიდეო ეძღვნება უშუალოდ კონგოს რესპუბლიკას, ამ შემთხვევაში აქცენტები გვექნება დასმული უშუალოდ და კონკრეტულად კონგოს სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ქვეყნის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის, რომ მეფე ლეოპოლდ მეორემ ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სოციალური რეფორმების გატარება დაიწყო თავად ბელგიაში. მაგალითად, მან წინა პლანზე დააყენა ისეთი საკითხები, როგორებიცაა არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვა, უფასო საერო სასწავლო დაწესებულებები, მუშათა უფლებათა დაცვის მექანიზმები და ასე შემდეგ. ასევე რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მეფე ლეოპოლდ მეორეს მიენიჭა აღმშენებლის სტატუსი, იმდენად რამდენადაც მისი თაოსნობითა და ინიციატივით ბელგიაში ძალიან ბევრი არქიტექტურული ძეგლი, შენობა თუ ნაგებობა დაიდგა და აშენდა. ცალკე საკითხია ის, თუ რა ტიპის ქონებას ფლობდა ის თავის კერძო საკუთრებაში. როგორც ისტორიული წყაროები უწყებიან, ლეოპოლდ მეორეს 6700 ჰექტარზე გადაჭიმული კერძო საკუთრება ჰქონდა, რომელიც მოიცავდა სამეფო სასახლეებს, იაპონურ კოშკებს, ჩინურ პავილიონებს და ასე შემდეგ. ამას ემატებოდა ათეულობით 1000 ჰექტარი ტყეები, სამეურნეო მიწები, რომლებიც თავის მხრივ მოიცავდა ღვინის მარნებს, შატოებს, რეკრეაციულ ზონებს, მამულებს, ვილებს და ასე შემდეგ. როგორც უკვე აღნიშნეთ, მეფე ლეოპოლდ მეორეს ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და გარდა ამისა ჰყავდა 3 ქალიშვილი, რომლებიც ევროპელ წარჩინებულებსა და დიდგვაროვნებზე გათხოდნენ. მეფეს არ სურდა, რომ თავისი ქონება და მემკვიდრეობა ქალიშვილებისთვის გადაეცა, რადგან თვლიდა, რომ ისინი ამავლადიდებას, ასე ვთქვათ, გაანიავებდნენ და ამის გამო 1900 წელს გამოსცა ეგრეთ წოდებული სამეფო ტრესტი, რომლითაც უზრუნველყო ის, რომ თავისი მემკვიდრეობა და ქონება სამარადჟამოდ უსახსოვრა, ასე ვთქვათ, ბელგიელ ერს.
ტრესტი ითვალისწინებდა იმას, რომ სამეფო ოჯახს უნდა გაეგრძელებინა ქონების მოხმარება და გამოყენება, მას შემდეგ რაც მეფე ლეოპოლდ მეორე გარდაიცვლებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი საკითხი იყო ის თუ რა ტიპის პოლიტიკას ატარებდა ლეოპოლდ მეორე ბელგიის შიდა სივრცეში და მეორე საკითხი იყო ის თუ როგორი იყო მისი კოლონიური ექსპანსია და გარე სახელმწიფოებისადმი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ. ლეოპოლდ მეორეს ბელგიის სახელით კონგოს დაპყრობა და მისი კოლონიად გამოცხადება კი არ სურდა, არამედ ჰქონდა მისწრაფება იმისაკენ, რომ კონგოს რესპუბლიკა თავის პირად კერძო საკუთრებად გამოეცხადებინა და შესაბამისად იმ სივრცეს და იმ საზოგადოებას მოქცეოდა ისე, როგორც თავად მოესურვებოდა და მოეპრიანებოდა. თუმცა ეს ძალიან კარგად აცნობიერებდა იმასაც, რომ ევროპული სახელმწიფოების სხვა ლიდერები ასეთი თვითნებობის უფლებას მას არ მისცემდნენ და ასე მარტივად არ გაუვიდოდა, ასე ვთქვათ, ამ მიზნის განხორციელება. ამიტომაც ლეოპოლდ მეორემ დაეხმარა მკვლევარი ჰენრი მორტონ სტენლი და ასე ვთქვათ, მზაკრულ გეგმას მიმართა. ლეოპოლდმა ყველა დაარწმუნა, რომ მის მთავარ მისიას კონგოში ქრისტიანობის გავრცელება და კონგოელი ხალხის უღმერთო სულების გადარჩენა წარმოადგენდა. 1884 წელს 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან ბერლინის კონფერენციაზე ის ამტკიცებდა, რომ თავად დახარჯავდა პირად ინდივიდუალურ საკუთრივ რესურსებს, საკუთარ ქონებას კონგოელი ხალხის კეთილდღეობისა და გადარჩენისათვის. შედეგად კონგო ლეოპოლდ მეორეს გადაეცა, თუმცა იმ ვალდებულებით, რომ იგი იზრუნებდა ადგილობრივ მოსახლეობაზე და გააუმჯობესებდა მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას. ეს თავისთავად ცხადია, რომ ლეოპოლდ მეორის მზაკრული გეგმა იყო სინამდვილეში არც კონგოელ ხალხზე ზრუნვას აპირებდა და არც იქაური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კონგოდან რესურსების მოპოვება და ამ გზით გამდიდრება ლეოპოლდ მეორემ თავდაპირველად სპილოს ძვლის მოპოვებითა და ექსპორტით დაიწყო. თუმცა 1890-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც მსოფლიო ბაზარზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა კაუჩუკის წარმოებაზე, მეფემ დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი და ძალმომრეობითი ჩაბმა კაუჩუკის მოპოვებასა და გადამუშავებაზე. გარდა ამისა, ლეოპოლდ მეორემ შექმნა სამხედროთა გაერთიანება, ეგრეთ წოდებული არმია, რომელსაც ერქვა Force Public-ი, რომელიც კურირებდა კონგოელი მონებისა და დაქვემდებარებული ხალხების შრომით პროცესს. Force Public-ის სამხედროებს მუდმივად მიუთითებდნენ იმაზე, რომ ფერადკანიანი ადამიანი სინამდვილეში ადამიანი საერთოდ არ იყო. შესაბამისად, მათზე ძალადობა, მათ დამისასტიკი მომყრობა, ან თუნდაც მათი მოკლა პრობლემას და გამოწვევას საერთოდ არ წარმოადგენდა. სამხედროთა გარკვეულ ნაწილს იმის რწმენაც კი ჰქონდათ, რომ რაც უფრო ბრუტალურად, საშინლად და სასტიკად მოექცეოდნენ კონგოელ მონებს, ისინი მით უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად შეასრულებდნენ თავიანთ თავზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას. იძულებითი შრომითი პროცესის წარმოების დროს თითოეულ ადგილობრივს დაწესებული ჰქონდა გარკვეული კვოტა, ჰქონდა გარკვეული ნორმა თუ რა რაოდენობის კაუჩუკი უნდა ჩაებარებინა ხელმძღვანელობისათვის. მაშინ, როდესაც ეს ნორმა არ ვერ კმაყოფილდებოდა, კონგოელ მონებს სიკვდილით სჭიდნენ. Force Public-ის სამხედროებს კი ევალებოდათ, რომ თითოეული სიკვდილის ჩილისთვის, მას შემდეგ რაც მას მოკლავდნენ, მოეკვეთათ ხელი ან მკლავი და წარედგინათ ხელმძღვანელობისთვის, როგორც მტკიცებულება სიკვდილით დასჯისა. არანაკლებ ტერორში იყვნენ თავად Force Public-ის სამხედროები. მათ თითოეულ გასროლილ ტყვიას უთვლიდნენ. ხოლო ტყვიების ზედმეტად გასროლის ან გადახარჯვის შემთხვევაში მათაც ანალოგიურად სიკვდილით სჭიდნენ. ამიტომ თუ მოხდებოდა ისეთი შემთხვევა, რომ სამხედროს ერთისმაგირად 2 ან 3 ტყვის გასროლა მოუწევდა, იგი უბრალოდ რიგით კონგოს ხელს ან კლავს მოაჭრიდა და წარადგენდა ხელმძღვანელობასთან როგორც საბუთს იმისა, რომ მან დამნაშავე სიკვდილით დასაჯა და შესაბამისად მოკვეთილი ამპუტირებული სხეულის ნაწილი იყო მტკიცებულება სწორედ სიკვდილით დასჯისა. ეს იყო არგუმენტი და მტკიცებულება იმისა, რომ ტყვიები ფუჭად არ დახარჯულა და ისინი დამნაშავეთა დასჯისთვის იქნა გამოყენებული. ამის სამხედროები ცხადია თავის გადარჩენას ცდილობდნენ. რესურსების მოპოვებისა და დოულათის გაზრდის მიზნით ლეოპოლდ მეორე სულ უფრო და უფრო სასტიკ მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებდა კონგოელი ადგილობრივი საზოგადოებისა და ხალხის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში სამხედროები მთლიან სოფლებს წვავდნენ იმ მოტივითა და მიზნით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ შეძლებოდა სადმე გაქცევა და გადამალვა. მამაკაცებს ემუქრებოდნენ, რომ თუ დღის ბოლოს შესაბამისი რაოდენობის კაუჩუკს არ ჩააბარებდნენ ხელმძღვანელობას, მათ ოჯახებს ტყვეთ აიყვანდნენ, დახვრეტდნენ და ამოჟჟავდნენ. ლეოპოლდ მეორე დარწმუნებული იყო იმაში, რომ თითოეული კონგოელი მასზე დაქვემდებარებული მონა, ხოლო თავად კონგოს რესპუბლიკა მისი კერძო მიწა, მისი კერძო საკუთრება იყო. შესაბამისად, ლეოპოლდ მეორეს ჰქონდა ამბიცია იმისა, რომ შეეძლო ნებისმიერი რამ განეხორციელებინა ამ სივრცეზე და ამ ადამიანების მისამართით. დასჯის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და მიღებული პრაქტიკა იყო გაშოლტვაც. Force Public-ის სამხედროები იყენებდნენ ცემისა და დასჯის ისეთ მეთოდს, რომლის ფარგლებშიც სამხედროები ჰიპოპოტამის ტყავისგან დამზადებული შოლტით
იქამდე სცემდნენ კონგოელ მშრომელებს, მანამ სანამ ისინი სიკვდილის პირას არ მივიდოდნენ. როგორც წესი, 100 შოლტი თითქმის ყოველთვის სიკვდილით მთავრდებოდა. უკეთეს შემთხვევაში კონგოელ მონას სიცოცხლე უნარჩუნდებოდა, თუმცა მისი სხეული სრულიად პარალიზდებოდა იმ მდგომარეობამდე, რომ მას არათუ შრომა, არამედ მოძრაობა და გადაადგილებაც აღარ შეეძლო. თავისთავად ცხადია ისეთ სხეულებს, რომლებიც შრომის უნარონი იყვნენ და ასე ვთქვათ, სისტემას აღარაფერში აღარ გამოადგებოდა და დაჭირდებოდა, ტყუილად არ შეინახავდნენ და არ დატოვებდნენ და შესაბამისად ასეთი ადამიანების სიკვდილით ისჯებოდნენ. ექსპლუატაცია და ადამიანური შრომის თვითნებურად მითვისება არ ამოიწურებოდა მხოლოდ რესურსების მოპოვების საკითხით. ბელგიური ხელმძღვანელობა მონუს შრომას ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვისაც ძალიან აქტიურად და პროდუქტიულად იყენებდა. გზებსა და რკინიგზებს თავისთავად ცხადია, არა ბელგიელები, არამედ ადგილობრივი კონგოელი მონები აგებდნენ. ამ პროცესების დროს კი 10,000-ობით ადამიანი იხოცებოდა შიმშილით, დაავადებებითა თუ სხეულის გამოფიტვით. შეუსრულებელი ნორმების გამო ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდნენ, ბრუტალური მეთოდებით სჯიდნენ და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ სიცოცხლეს ასალმებდნენ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კონგოში მიმდინარე საშინელი, საზარელი მოვლენები დანარჩენი ევროპისა და პრინციპში მთელი მსოფლიოსთვის შეუმჩნეველი და უცნობი რჩებოდა. მეფე სპეციალურად და მიზანმიმართულად ქირაობდა მწერლებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც აქვეყნებდნენ სტატიებსა და ანგარიშებს, რომლებიც თავის მხრივ მიუთითებდნენ იმაზე, თუ რამდენად პროდუქტიულად და ეფექტურად ხორციელდებოდა დიადი ქრისტიანული კეთილშობილური პროექტი კონგოს რესპუბლიკაში. რეჟიმის პირობებში მილიონობით კონგოელი ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა. მათ შორის დასახით ჭრიდნენ და განადგურდნენ მოზარდები, ბავშვები, გოგონები, ქალები და ასე შემდეგ. გარდა სიკვდილით დასჯისა ძალიან ბევრი ადამიანი კვდებოდა შიმშილით, დაავადებით ან სხეულის ამპუტაციის გამო გამოწვეული შეუქცევადი პროცესებით. იმ პერიოდში კონგოში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. რეჟიმის დასასრულს კი ეს რაოდენობა თითქმის განახევრებული იყო. ზოგიერთი წყარო მიუთითებს იმაზეც, რომ მსხვერპლის რაოდენობა 15 მილიონს გადააჭარბა. საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 1902 წელს იტალიელმა ანარქისტმა ჯენარო რუბინომ სცადა მოეკლა მეფე ლეოპოლდ მეორე. სამეფო კორტეჟთან ერთად მეფე ლეოპოლდ მეორე ეტლში იჯდა და ეკლესიისაკენ მიემართებოდა. ეკლესიაში მისი გარდაცვლილი მეუღლის მარი ჰენრიეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა. ჯენარო რუბინომ ეტლის მისამართით 3 ტყვია ისროლა, იმ მიზნით, რომ ლეოპოლდ მეორეს სიცოცხლეს გამოასალმებდა, თუმცა მისი მცდელობა ჩავარდა. მეფე გადარჩა, ხოლო თავდამსხმელი ჯენარო რუბინო ციხეში ჩასვეს და სიცოცხლის ბოლომდე პატიმრად დატოვეს. ლეოპოლდ მეორის სასტიკი რეჟიმის დასრულების შემდეგ ბელგიელ ხალხს წლების განმავლობაში შეეგონათ, რომ მათ დიდებული, გენიალური და კეთილშობილი მეფე ყავდათ. მთავრობა მალავდა სიმართლეს, რადგან ლეოპოლდის დანაშაულის გამჟღავნება იქნებოდა არა მხოლოდ ბელგიელებისთვის იმედგაცრუება, არამედ ქვეყნის იმიჯის შელახვაც. ის გამოც თაობებს არასწორად ასწავლიდნენ ისტორიას მათი მეფის მოღვაწეობის შესახებ. ლეოპოლდ მეორე ტახტზე 1865 წელს ავიდა და იმ მეფე გარდაცვალებამდე 1909 წლამდე, რაც ჯამში 44 წელს მოითვლის. ბელგიის ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი მეფობაცაა. უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ვინაიდან და რადგანაც ლეოპოლდ მეორეს ტახტის მემკვიდრე ვაჟი არ დარჩენია, ამიტომ მისგან მემკვიდრეობით ტახტი გადაეცა მის ძმის წულს ალბერტ პირველს. ხოლო დღევანდელი ბელგიის მეფე ფილიპე სწორედ ლეოპოლდ მეორის ძმის ფილიპეს უშუალო და პირდაპირ შთამომავალია. 1909 წლის 17 დეკემბერს ლეოპოლდ მეორე ემბოლიით გარდაიცვალა. დაკრძალულია სამეფო სარდაფში ლაეკენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაწერეთ კომენტარებში, ხოლო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწერეთ არხი და მოიცანეთ ვიდეოები.